დაიჭრა ფანჯარა ამერიკაში. სიმონ დოლიძე თავის ცოლ ქსენიათის შვილი სიმონიკასთან ჩავიდნენ შეერთებულ შტატებში. გაუგნებულები დარჩნენ ნიუ-იორკის სილამაზით. სიმონმა სამსახური იშოვა, ქსენიამ ოჯახში დაიწყო მუშაობა, სიმონიკამ სკოლაში დაიწყო სიარული. მას ფერადკანიანი ბიჭუნასთან მოუწია ჯდომა. დამეგობრდნენ, ერთად თამაშობდნენ, დისკოტეკაზეც დადიოდნენ. და ტელევიზორსაც უყურებდნენ. მოკლედ, უერთმანეთად ვიღაცლებდნენ. ერთხელ საარჩევნო კლიპი გადიოდა. მე რომ პრეზიდენტი გავხდე, ბევრ ყურძენს გამოგიგზავნიდი. ბევრ ჩურჩხელას, ხიკავს, ღვინოს. მეკი ჰამერს. სიმონიკა დაბრუნდა თბილისში 2 დიპლომით, მაგრამ სამუშაო ვერ იშოვა. ერთხელ წამოწოლილი იყო სახლში და ზარმა დაიწკრიალა. გამარჯობა, მე ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ვარ. თქვენ ამერიკის პრეზიდენტმა საჩუქარი გამოგიგზავნათ. Thank you, Mr. President.